მე ვარ ზურაბ ბაგრატიონი 9 წლის. ვსწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი, გართობა და თამაში. გართობა და თამაში მიყვარს ყველაზე მეტად. ჩემი საყვარელი თამაში არის უნგელოვანა. ისეთ ქარად ავიღვა, რომ უნგელი ვერასდროს ვერ მეწევა. ისე ნამდვილი ცხოველების არ მეშინია თუნდაც უნგლის. მე მეშინია მხოლოდ დათვის. ცხოველები ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ძაღლი. სამწუხაროდ ძაღლი არ მყავს, მაგრამ ადრე სოფელში მყავდა. სახლში მინდა მყავდეს ერთი მაიმუნი, ერთი ძაღლი და ერთი ჟირაფი. კომპიუტერული თამაშებიც მიყვარს და ჩემი საყვარელი თამაშია Minecraft-ი. მე რომ შემეძლოს გამოვიგონებდი ასეთ ახალ კომპიუტერულ თამაშს. მე და ჩემი მეგობრები შევასრულებდით სხვადასხვა მისიებს. ყველას გვექნებოდა მაგარი იარაღი და მე ვიქნები მთავარი გმირი. მე რომ შემეძლოს აუკრძალავდი დემალობანას, რადგან ბავშვები შეიძლება დაიკარგონ. მე ძალიან მიყვარს ზღაპრები. ჩემი საყვარელი ზღაპარია კომბლე. უკვე 4 წელია მინდა რომ ვიყო კომბლე. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მასწავლებლები მყავს და კარგად ვერთობი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ანდრია ზოიძე. ყველაზე ცელქია ილია კოჩალიძე. ყველაზე მჭკვიანია დემეტრე მსხალაძე. ყველაზე მშვიდია ანასტასია ხიდინა. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი და გაწონასწორებული. ვარ კარგი ბიჭი და მყავს კარგი შეყვარებული. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 24 წლის. შვილებს დავარქმევ დემეტრეს და მარიამს. ჩემს ცოლს დავარქმევ ანასტასიას. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ეკატერინე სირაძე. იმიტომ რომ მე ვარ განსაკუთრებით. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ფეხბურთელი. ბავშვობაში მინდა გამოსული ვიყავი ბეტმენი. იმიტომ გადავიფიქრე, რომ სიმაღლის მეშინია. ახლა მინდა ვიყო 24 წლის, იმიტომ რომ მოვიყვან ცოლს. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, 2 ბებია, 1 ბაბუა და ძმა. კიდე მინდა მყავდეს 1 ძმა. ჩემი ძმა არის 7 წლის და ქვია გიო ბაგრატიონი. ის არის ჭკვიანი, დედის დამჭერი, მხიარული და ცოტათი ნერვების მომშლელი. ნერვებს მაშინ მიშლის, როცა ვთამაშობ და მერე მეძახის. მამიკო არის მხიარული, მშრომელი და მე და ჩემი ძმას გვართობს. რით ვერთობით და სათამაშო გვაქვს და კალში ვურტყამთ. ჩემ მამიკოს ძალიან უყვარს დედიკო. ასე იმიტომ მგონია, რომ ტკბილ სიტყვებზე უნება და საჩუქრებს ჩუქნის. საჩუქრები მეც ძალიან მიყვარს. ჩემი ოცნების საჩუქარია ბოლო მოდელის კომპიუტერი. დედიკო არის ლამაზი, მშვიდი და ჩემი სიცოცხლე. მე ასევე მიყვარს ფეხბურთი და ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. ვარ მარცხენა თავდამსხმელი. მიყვარს გოლების გატანა და ბევრი გოლიც გამაქვს. ჩემ კარიერაში მაქვს სულ გატანილი 31 გოლი. კიდევ ვაპირებ გავიტანო 1700. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია კრისტიანო რონალდო. საყვარელი გუნდია რეალ მადრიდი. საქართველოს ნაკრებში მინდა ვითამაშო 9 ნომრით. ჯადოსნურის ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი. ბევრი ფული რომ ექნება, ვეყიდი მადრიდის რეალს, კომპიუტერს და PlayStation 5-ს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. ერთი სული მაქვს, როდის მოვიყვან ცოლს და ერთად როდის წავალთ პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. უნდა იყოს თუ არა ადამიანი უკვდავი. ჩემი აზრით ადამიანები უნდა იყვნენ უკვდავები. ან მინიმუმ უნდა ცხოვრობდნენ 250 წელი. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში. მე მაგალითად კოსმოსში გავფრინდებოდი მამასთან ერთად. ბედნიერება არის საჩუქრის ჩუქება და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.